ვარ ნინი ბურკენაძე 13 წლის. ვსწავლობ მე-18 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა მუსიკა და ხატვა. ამ ორიდან უფრო მეტად მიყვარს ხატვა. ხატვა დავიწყე ბაღში, როდესაც ვიყავი 3 წლის. მერე შევედი მუსიკალურ სკოლაში და მუსიკასთან ერთად ხატვაზეც დავდივარ. ყველაზე ხშირად ვხატავ ჩემს საყვარელ მსახიობებს. ყველაზე რთული არის თვალის დახატვა. ყველაზე ადვილია ტუჩების დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს ყავისფერი. ხატვაში ჩემი მასწავლებელია ცირა მორთულაძე. ის არის ძალიან ლამაზი, მშვიდი, ასევე არის ძალიან გამგებიანი და ის იხსნის ყველაფერს, რომ ნებისმიერ ბავშვი გაიგებს. სამჯერ მქონდა სკოლაში გამოფენა. ყველაზე კარგად დამახსოვრდა მეორე, იმიტომ რომ უფრო ბევრი ნახატი მქონდა გამოტანილი და თან უფრო ბევრი ადამიანი ესწრებოდა. ჩემ ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 50 და მათ შორის არის 7 ტილოზე. ბევრი ფული რომ მქონდეს, ვიმოგზაურებდი ყველა ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაურო წავიდოდი სამხრეთ კორეაში. ახლა რო კარგი ხატვარი ვიყო, ჩემ პერსონალურ გამოფენას ვისურვებდი პარიზში. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ძალიან კარგი მასწავლებლები და კლასელები მყავს. ჩემ კლასში ყველაზე მხიარული არის ლინდა ხარვაში. ყველაზე ჭკვიანი ანა წულაძე. ყველაზე მშვიდი არის ელენე სილაკაძე. ყველაზე ბედნიერი მგონია ლანა ბრუნჯოძე. მე ვარ ყველაზე კეთილი და საინტერესო. ჩემი საყვარელი საგანია მუსიკა. საყვარელი მასწავლებელია ანა ხინიკაძე, რომელიც არის ძალიან მშვიდი, გამგებიანი და მსხუნველი. რაც მთავარია უყვარს ბავშვები და თავისი საქმე. რა გავიზრდე მინდა გამოვიდე დიზაინერი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ექიმი. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან მიქნება ოქროს დამატების დღე. გარდა ამისა, ვიქნები თავისუფალი და დამოუკიდებლად მივიღებ გადაწყვეტილებებს. მაგ დაბადების დღეზე საჩუქრად ველოდები შავ BMW-ს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და 2 ძმა. კიდევ მინდა ვყავდეს 1 და. ჩემი ძმა არის 6 წლის და ქვია გაბრიელი. ის არის ძალიან ჭკვიანი, ცელკი და ზოგჯერ ნერვების მომშლელი. ნერვებს მიშლის მაშინ, როდესაც ვხატავ. რას ვცდილობს, რომ ჩემ ნახატებში შეიტანოს ცვლილებები. ჩემი აზრით გაბრიელი როდესაც გაიზრდება, გამოვა ინჟინერი. მეორე ძმა არის 3 წლის და ქვია ნოე. ნოე ალბათ გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი, სიმპათიური და ჩემი სურვილების შემსრულებელი. მე ვარ მამიკას გოგო. დედიკო არის ლამაზი, თბილი და საყვარელი. მე ვარ საშუალო დონის დიასახლისი. საჭმელების გაკეთება კი ვიცი, მაგრამ ზოგჯერ სახლის დალაგება მეზარება. პირველად საჭმელებსაც გავაკეთე, ვიყავ 6 წლის და დედასთან ერთად გამოვაცხე პიცა. ახლა ყველაზე კარგად გამომდის ცეზარის გაკეთება. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მიყვარს კითხვა, თუ წიგნი საინტერესოა. ჩემი საყვარელი წიგნია ჰარი პოტერი. განსაკუთრებით მიყვარს კომიქსების საკითხვა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ერთი ლამაზი მხატვრის თავგადასავალზე. ეს ლამაზი მხატვარი, რა თქმა უნდა, ვიქნებოდი მე. მე ასევე მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია ნარნიის ქრონიკები. ამ ფილმში სიამოვნებით ვითამაშებ მთავარ როლს. მე ასევე მიყვარს მუსიკა და ვსწავლობ ბალანჩივაძის მუსიკალურ სკოლაში. ვარ მე-4 კლასში და ვუკრავ ვიოლინოზე. ჩემი მუსიკის მასწავლებელი არის ნატა ჩიჩუა. ისეთი კარგი მასწავლებელია, რომ შემოყვარა ვიოლინოს დაკვრა და მუსიკალურშიც მისვლა. დიდი სიამოვნებით დავუკრავდი დიდ სცენაზე ორკესტრთან ერთად. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, გავაცოცხლოთ ჩემ მამიდას და ბიძიას და გავხდიდი ადამიანებს უკვდავებს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ნინი რო არ მერქვას, რა მექმეოდა? მე ნინი დამარქვა მამამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ნინი რო არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა მარიამი. ჩემ შვილებს დავარქვენ გიორგის და მარიამს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია პარიზის საქსოფონი. ბედნიერება არის კარგი ოჯახი და საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.